ეკრიტოდებული მატროსოვის ციხე ბორის ფარულავამ დატოვა. ის გლდანის მერვე დაწესებულების უსაფრთხოებაზე ზრუნავდა, თუმცა 2012 წლის 8 სექტემბერს ციხის სკანდალური კადრების საქმეზე დააკავეს. ფარულავა რამდენიმე დღეში მედიასთან შეხვედრას აპირებს. მანამდე კი პატიმრები იმ პირებს ასახელებენ, რომლებიც მათი თქმით მსჯავრდებულთა წამებაში მონაწილეობდნენ და დღემდე არ დასჯილან. პატიმრები გოგა ბუთლიაშვილს ადანაშაულებენ, რომელთან დაკავშირებაც დღეს ქრონიკამ რამდენჯერმე სცადა, თუმცა უშედეგოდ. დაინტერესდება თუ რა გამოძიება სკანდალური საქმის ახალი დეტალებით. დავით საგარელი მოგიყვებათ. შემიძლია გავიხსენო პატიმარი წერეთელი, როგორც სემეს ახალი ნაოპერაციები იმისათვის, რომ მან წამალი მოითხოვა, როგორც სემეს სულით ავადმყოფი ტარიელ საყვარელიძე. ეს იმ პატიმრების არასრული სია, რომელთა წამებაშიც ცოტნე გამსახურდიას მტკიცებით გოგა ბუთლიაშვილი მონაწილეობდა. ბოლოს ის გლდანის მერვე საპყრობილეში სოციალური სამსახურის უფროსის თანამდებობას იკავებდა. საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილის განცხადებით ბუთლიაშვილი პატიმრებს განსაკუთრებული აგრესიით და სისასტიკით უსწორდებოდა. აწამებდა სემ და ატერორებდა ნებისმიერ პატიმარს, ვისაც კი ოდნავ არათუ პრეტენზია, კანონიერი მოთხოვნა გაუჩნდებოდა. მე მაგალითად ხშირად შევსწრები ვარ, როდესაც სემდნენ პატიმრებს მისი ხელმძღვანელობით ან ღამე მორგში ათასებდნენ, რა ვიცი, სისხლში აბანავებდნენ სრულიად სიტყვის მნიშვნელობით, მხოლოდ იმისათვის, რომ მათ რაღაც წამალი თუ სამედიცინო მომსახურება მოითხოვეს. პატიმრების მიმართ არაადამიანურ მოპყრობაზე გელა ნიკოლეიშვილიც საუბრობს. ადვოკატის თქმით 2010-2012 წლებში მისი დაცვის ქვეშ მყოფი ლევან ცეცხლაძის, ასევე სხვა პატიმრების წამებაში გოგა ბუთლიაშვილს არაერთხელ მიუღია მონაწილეობა. ლევან ცეცხლაძე აცხადებს, რომ მის მიმართ ისევე როგორც თითქმის ყველა პატიმრის მიმართ გამოყენებული იქნა ფიზიკური ზემოქმედების საშუალებები, პირდაპირ ცემა წამება და ის ამტკიცებს, რომ იმ წამებელთა შორის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური იყო გოგა ბუთლიაშვილი, რომელიც სხვადასხვა დროს იყო როგორც სამედიცინო დაწესებულების დირექტორის მოადგილე, ასევე გლდანის მერვე საპყრობილის დირექტორის მოადგილე. გოგა ბუთლიაშვილი ციხის სკანდალური კადრების საქმეზე ბრალდებულთა სიაში არ მოხვედრილა. პატიმრების თქმით, ეს იმ ფონზე, როდესაც მას სისასტიკეში არაერთი მსჯავრდებული ამხელს. პატიმრების უკმაყოფილებას ვლადიმერ ბედუკაძის და მასთან ერთად ბრალდებული 16 პირის მიმართ გამოტანილი განაჩენიც იწვევს. ამ საკითხთან დაკავშირებით განცხადებები დღეს დეპუტატებმაც გააკეთეს. ეს არის მხოლოდ შერჩევითი სამართალი, რაც ახდევა, მხოლოდ პოლიტიკურად მოტივირებული სამართალი. და პრინციპში ეს არის ზუსტად ის, რასაც ქვია უსამართლობა. ადამიანები, რომელსაც ამაში მონაწილეობა მიუღიათ, მათ აქვთ ინდულგენციები, იმიტომ რომ პოლიტიკურ პროცესში ისინი სასარგებლოები აღნიშნავენ. ის პირები, ვინც დამნაშავეცნო სასამართლომ პატიმრების წამებაში, გაუპატიურებაში, არაადამიანურ მოპყრობაში დამჩარს თავისუფლება, რომ რამდენიმეს მიმართ საშელი იყო მობიერი. ეს არის საკმაოდ მძიმე შემთხვევა, როდესაც საუბარია ადამიანის წამებაზე, თან არაერთ, არამედ მრავლობით შემთხვევებში. გოგა ბუთლიაშვილის წინააღმდეგ პროკურატურაში სარჩელი უკვე რამდენიმე პატიმარს აქვს შეტანილი. ამ ეტაპზე არჩილ კვილაშვილის უწყებაში გამოძიება მიმდინარეობს.